ძვირფასო მეგობრებო, ხალხია სალ ჩვენი გასცემის სტუმარი ანა წითლიძე. ანა, ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედით ჩემს გადაცემაში და პირველად ხარ. კი. კეთილი იყოს შენი ფეხი, ჩაიფიქრე სურვილი. ჩავიფიქრე, უკვე რომ შემოვედი. ჩაიფიქრე, ხო? არა მგონია ეხლა ისეთი ჩაგეფიქრებინოს, იცი, საახალწლოს რამე მობილური მინდა ან რაღაც ეგეთი, ხო? აი ისეთი ჩავიფიქრე, რა კონცეფტს რო არ გავხარე. ხო, აი მაგას ვამბობ, რომ ალბათ ეგეთი ჩაიფიქრე, რომელიც კონცეფტს ძალიან ძიმე სურვილი ჩავიფიქრე კონცეფტისთვის. ეგ არის, კი ბატონო, როგორ ხარ? მაგრად, კარგად. მიერთით ჩვენი გამაგრებელი სასმელი. ძალიან საინტერესო თემებზე მინდა თქვენთან საუბარი. დავიწყოთ თავიდან ზუგდიდით, ხო? ანუ ესე იგი, რა ქოთქოთი აქვთ კონცეფტს მაინტერესებს ზუგდიდში. ანუ რა არის, ეს საკრებულოს, ეს ძველი საკრებულოს მოწვევა რა არის? ანუ რა დვიჟენია ერთი სიტყვით აი ესე რომ მოკლედ ეხლა ამ დვიჟენიაში არიან ეხლა რომ ეს ძველი საკრებულო, ანუ რომ ახლა რეალურად რომ ახსნათ რა ხდება. ნუ ეს საკრებულო არის ვადაგასული, ნუ აღარ არის ამ საკრებულოს. ხო, ძველია. ძველია, უკვე აღარ არის იმ საკრებულოს წევრები წარმოვიდგინეთ, ვინც ეხლა ეს თვითონ ბიუჯეტი უნდა მიიღოს, საერთოდ აღარ არიან ახალი მოწვევის საკრებულოში. ეხლა ეს ვადაგასული საკრებულო აპირებს, რომ სასწრაფო წესით დაამტკიცოს 2022 წლის ბიუჯეტი. და რატო აპირებენ ეხლა ამას? ამას აპირებენ, იმიტომ რომ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით, რახან საკრებულო არის ოპოზიციური, ზუგდიდში და ქართული ოცნება არის უმცირესობაში, კოდექსის მიხედვით თუ ორჯერ ზედიზედ ჩავარდა ბიუჯეტი, ეს არის ხელახალი არჩევნების საფუძველი მერის და საკრებულოსი. ანუ ესე იგი ახალ საკრებულოს შეუძლია მერი დაითხოვოს. კი, ანუ ახალ საკრებულოს, სადაც უმრავლესობა ვართ ჩვენ, თუ ჩვენ ორჯერ ჩავაგდეთ ბიუჯეტი, დგება საკითხი იმისი, რომ ხელახლა ჩატარდეს მერის არჩევნები და ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ამდენი იწვალეს, რომ ეს ნახვაწა როგორმე გაეთრიათ, ეხლა ამ მეორე ტურიდან და ნუ მერად დაესვათ. და ეხლა ვერაფერს ვერ დაუშვებენ იმას, რომ ეხლა რაღაც საფრთხის ქვეშ დააყენოთ და ამიტომ ეხლა დაგეგმეს ესეთი ოპერაცია, რიგითი ნახვაწას გადასარჩენად. კაი. როდესაც სასწრაფო წესით უნდა მიიღონ ეს ბიუჯეტი. არა, ამდენი იწვალეს, ხო, ნახვაწა რო გაიყვანეს. კი, იწვალეს, ძალიან იწვალეს, თვითონ ნახვაწამაც ძალიან იწვალა. ნახვაწა, ესე იგი, რა სახელია ეს, მე მგონი, რაღაცა კოდური სახელია, ხო? ნახვაწა, ესე ეს არის აგენტურული სახელია, ეს მაშინ, როდესაც ის გადაიბირეს და გახდა აგენტი, მოკლედ სამსახურების სამსახურის ესე და მე როგორც ვიცი, სხვათა შორის სულ მინდოდა მეკითხა ეს ნახვაწასთვის, მაგრამ ვერასოდეს ესე პირისპირ ვერ შევხვდი, რომ მე როგორც ვიცი, თვითონ ირჩევენ ესე დრო სახელს. თავისი არჩეული. ირჩევენ თვითონ სახელს და ძალიან საინტერესოა, რომ აი რატო დაირქვა ნახვაწა. ეხლა ვაკურდებოდი, რომ გავს, არ გავს. ეხლა ნახვაწას რო შეხედო, არ გავს, ხო? ნუ ერთი თეორია ისა გვაქვს, რომ ალბათ უყვარდა ნახვაწა და შესაბამისად. ანუ ესე იგი, მოდი ეხლა აღმოსავლეთის ხალხს გავაგებინეთ, რა არის ნახვაწა. ნახვაწა არის აი ხომი რო კეთდება, აი შემდეგ ხომს უკვე რო ამოიღებენ, რჩება ქერქი, ან მეგრული ჩიფსია. ქვემოთ რო რჩება. კი, და შემდეგ არის აი ეს ქერქი და აი ამ ქერქს ქვია და სხვა შორის მე ჩამოგიტანე შენ ეს. კი, უბრალოდ გამომატანეს ქართული ოცნების შტაბიდან და ანუ ესე იგი, დღეს ჩვენი სტუმარი არის ესე განაწითლίδე და ნახვაწა. ნახვაწა ქართული ოცნების შტაბიდან. კაი, აბა ბადახი. ეხლა მოგიტან. საინტერესო ისა აქვს ფორმა. თან რაღაცა ვიღაცის დამზადებული, ნუ გონია ეს სუსის დამზადებულია. ქართული ოცნების შტაბში ვატანი. რა მაგარი. ესე იგი შეიძლება, ხო? კი, შეგიძლია ეს მოტეხო და ეს. ფაქტობრივად ზუგდიდის მერს ჭამე ხარ, რო იცოდე? რა გიბლიდია? კი, ძალიან. მე იქნება ბიჭებო რა, რუსეთ. ყველასთვის მოგჭამოდანილი. ძალიან გიბლიდია. კი. როგორ ანუ ერთხელ მოხარშვიც გამზადება თუ ბევრჯერ უნდა ხარშო ღომი და მე ან ღომს ჩაულებრივად როგორც აკეთებ, აი ჩაულებრივად ეგრე კეთდება და შემდეგ უბრალოდ ეს ნელ ცეცხლზე აი ესე ცოტა ხანი უნდა გააჩერო რომ აი ესე ამოვიდეს რა ტექნოლოგია. ხო და დაიბრაწოს ხო თან ხო? ძალიან მიყვარს მეც და სიმართლე გითხრათ ცოტა შემაძულეს ამ ბოლო დროს ის. ხო. ეს დაარქოს. იცი რა არის, მოდი ესეთი შეკითხვა მინდა დაგისვა რომ რო იგებენ რომ ანა წითლიძე მოდის ზუგდიდში, აი მაგ დროს რა ხდება? ხო, რამოდენიმე დღის წინ ჩავედი და ჩავედი აბსოლუტურად ობიექტური მიზეზის გამო. დედა ჩემი იყო ცუდად და ნუ გადავწყვიტე რომ ჩავსულიყავი რამოდენიმე საათით და
ეხლა რო აგიხსნა რომ ჩემს სახლამდე რომ მივიდე ხო უნდა გავიარო გუბერნია და უნდა გავიარო გამგეობა, სუსის შენობა და ნუ მერეა ჩემი სახლი რა, ობიექტურად ესეა, უნდა გავიარო რა. ჩავედი, მე ესე ჩემთვის ჩამობოჟელდი და გვერდით ეხა მაკდონალდსია გუბერნიის და ვიფიქრე რომ ყავას ავიღებ, ეხა დავლევ და ნუ სახლში წავალ რა, ფეხით გავისეირებ. ავიღე ყავა და უცებ ხედავ რომ გუბერნიას აი ესე კორდონი მთელი პოლიციის არის გარშემო. აი ძალიან დიდი რაოდენობის პოლიცია და წინ სადაც არის პარკინგი და მოედანია ცენტრალური, აი სუსუს ისე შკოდებია და გადაკეტილია მთელი მოძრაობა რა და ეს ყველანი სამხარო პოლიციის უფროსი, სუსი, ქალაქის პოლიცია, ყველა საპატრულო პოლიცია აი დგას ესე გარე და მიყურებენ მე. და მეც ვიფიქრე რომ ეხლა რაღაცა მოხდა ქალაქში რა. მოვედი ამ ყავით და ვეკითხები რომ ხომ მშვიდობა გაქვს კი მაგრამ აქ რა ხდება თქო რა მშვიდობა გაქვს თქო და ეს მიყურებს ახლა ცოტა გაყვირებით ეს პოლიციის უფროსი და მე ვიტყვი თქვენო ქალბატონო დიდი ხნით ახარ ჩამოსულიო ასე ხარ მე ვთქვი რომ მე არ ვარ დიდი ხნით ჩამოსული მაგრამ თქვენთან რა ხდება თქო და კითხეს რომ თქვენ აქ შემოსვლას აპირებთ თუ სახლში აპირებთ მართლა წასვლასო და არა მე ვთქვი სახლში ვაპირებ წასვლა და გამომწევით კაცო თუ გინდათ თქო და ეს მოკლედ გამოიყო ეს რამოდენიმე ამ კორდონს ეს გუბერნია კიდე ალყაშია რა სანამ მე აქ ვარ გამოიყო ესე რამოდენიმე პოლიციელი 10 მე რომ მივდიოდი სახლში ესენი მომყვებოდნენ უკან და აი დამშვიდნენ მაშინ როდესაც ნახეს რომ შევედი კარი და ჩავკეტე ჭიშკრის სახლში მივედი და ცოტა ხანი გამოსვლას არ ვაპირებდი აი ეს ხდება ამხელა რესურსი იხარჯება ერთი შენზე მე რა ქვია რამე ისეთი არ ქვია თვალთვალის გამო ხო ანუ ეს ხო იციან მოსმენებით იციან სავარაუდოდ ხო საიდანაც თუ გამოხედიან რაღაცა მეწოდებიან გულწრფელად მეწოდებიან აი განსაკუთრებით მეწოდებიან მაშინ როდესაც მე მთელი ღამის განმავლობაში შემიძლია მაგალითად სტენსილებზე ან რაღაც აქციები ვგეგმო და ვიარო და ჩემი თუ ვიარო და ესენი იძულებული არიან რომ მთელი ეს შემადგენლობა მთელი ღამის განმავლობაში უბრალოდ ღამე ათენონ და იქიარო სადაც ჩემთან ერთად სადაც მე ვიქნებ. თვითონ პოლიციელები ძალიან სულ დღეში არიან რეალურად შენი გადმოსახედენ იმიტომ რომ ანუ თუნდაც თბილისის აქციებზეც ხო აი როგორ აწვალებენ ამ პოლიციელებს რომ დაარბენინებენ აი ეგ გაიქცევიან ხან ეს წყლის ჭავს გამოიტანენ დააყენებენ ხან მე ზოგი იქიდან ჩამორბის მაგალითად ქართული ოცნების ოფისს ამაგრებენ აი თელი აი საგიჟეთი აქვს ატეხილი რომ აი რაღაცა თან აქციებს ვიდობიანი ახლა რა უნდა მოხდეს ხო ახლა სხვათა შორის მაინც ბოლომდე არ გენდობია კი სხვათა შორის თბილისშიც უყვარვართ პოლიციელებს ძალიან იმიტომ რომ აი მოდულთარო შენობა იყო და რომ დააკავეს იქ ქონდა ერთი ისტორია მანქანიდან რომ ჩამოვედი აქ შენობა რომ მივედი ეს პოლიციელების ესეთი მთელი ის არის რა ქვია წკრივია და რომ ჩამოვედი მანქანიდან შემომხედა ამ პოლიციელმა და გვერდით ეუბნება აუ ეს ალქაჯით ჩამოთხრეულა ეს ხა გვაყდა მაგრამ სამაგერო ზუგდიდში იქნებ ლიდერები აქციაზე მიდის და დასვენებული ვართ იმ დღესო კი ერთი ცოტა უხერხული კითხვა მაქვს თუ ხა არ მიწყენ რამდენი კილო ხარ ხო 40 40 კილო ხარ და სხვათა შორის ახლა რატო გაგეცინა მეც მინდა ვაი ეხა მოვიმატე სხვათა შორის რამდენით მოიმატე 800 გრამი მოვიმატე აუ რა მაგარია ძალიან ბედი 800 გრამი მოიმატე რას ლაპარაკო დაჯექი დიეტა დასწრაფო მაგაზე უხუმრობები დადის და ისტორიები მაქვს სასწაული ამ სიგამხრეზე იმიტომ რომ აი ტელევიზორიდან რომ მიყურებენ ეხლა წარმოუდგენიათ რომ თად ესეთი გამხდარი არო არის ეს დიდი ვარ და თან რო სუროს რაღაცა ჩხუბში ვარ აი გონიათ რომ რაღაცა ყველაფერი შემიძლია რა ხო ამ ზუგდიდის ბაზართან დაკავშირებით 2015 წელს რაღაც უბედურება ხდება მოკლედ რა ამ ხელისუფლებამ გადაწყვიტა რომ რაღაც გაყიდა ესაული ნაწილები და აქ ვინც ზის გადაწყვიტა რომ ყველა აყაროს მოკლედ რა დაამირეკეს ღამის 3 საათზე და მირეკავენ პოლიციიდან და მეუბნები რომ ქალბატონოვანი პოლიცია შესული იმაში ზუგდიდის ბაზარში და ეს რაღაც საკუთი ისინი უნდა აიღოს მაღაზიებიო და ერთი კაცი არისო რომელსაც ბენზინი უჭირავს ხელშიო და იძახისო რომ წითლიძე თუ არ მოვაო აი ამ ბენზინს გადავისხამო და ნუ ახლოს ვეღარ მივდივართო ვერავინ და იქნება მობძანდეთო რა რა მაგარი ნუ მეც ეხა რა ჩავთვალე ჩემი შველა ჭირდება და ღამის 3 საათზე წვიმს კოკის პირულა და გამოვარდი გიჟივით ვირბინეს სახლიდან ბაზრამდე და ნუ მივედი და ეხა დამხვდა სცენა ესეთი ნუ ეს მთელი პოლიცია ერთი 100 პოლიციელია შუაში დგას ეს კაცი რომელიც ეხა რო წარმოიდგინე ალბათ არის 2 მეტრი და ალბათ ერთი 200 კილოს ზუსტად რა ხარბეთი დიდი კი ძალიან და ყველა ამ პოლიციას უყურებს ზევიდან ოღონდ რა იმხელა და თვალები აქვს დახუჭული და ყვირის ჩემს სახელს რომ აი წითლიძე მოიყვანეთ და
პოლიციის უფროსს ახლა მობიზდა ეს ყველაფერი და მომკიდა ეს ხელი და გამომატყია და დამაყენა და აიუნება რომ აქ არისო რა უკვე წითელი წელო და აჰო ამ კაცმა ესე თვალები ჩამოიხედა და მიყურე. ჩამოიხედა. ეს მართლა ჩამოიხედა, ეხლა მე პატარა ვარ, ჩამოიხედა. მე კითხება რომ შენ ახლა რო წითელი წელო და კი მეთქი ხა ძალიან შეშინებული ვარ. მე უნდა გადავარჩინო, ეხლა მე მელოდება, კაც ბენზინით ხელს ვიღა. შენ უნდა გადაარჩინო. აი მე კი მეთქი და რამდენი კილო ხარ მე კითხე. 40 მეთქი და თავში შემოიწყე. დიდუ ამის იმედი მქონდა და ეს თვითონ გადასარჩენი ყოფილა 40 კილო ამარ რა უნდა ვიღებო ხო დავიღუპე ხო და ეს მოთქვამდა მე მთელი 1 საათი მე რა უქირი მე გადაწყვეტილი ქონდა აშკარად ბენზინის გადასხმა და მაგიტო უშუალოდ რეალურად მაგ საკითხში და გარდავანგრევით მაგრამ მასთან ერთად ვათენებდი ღამეებს მთელი 10 დღის განმავლობაში პოლიცია რა ვერ შემოდიოდა იმიტომ რომ იცოდნენ რომ მე იქ ვიყავი და ჩემი თრევა მოუწევდა და ნუ შესაბამისად მთელი 10 დღე ამ კაცთან ერთად მაგ ჯიხური მეძინა და ბოლოს უთხარი რომ აი ხო ხედავ ეხლა თქო რომ აი არ ყოფილა გამსაზღვრელი 39 კილო ვარ 40 კილო ვარ თორე ეხლა 200 კილო რო ყავდა ვინგიშველა მან და იცი რა არის კითხვა მაგ ცოტა უცნაური რომ აი მაგალითად აი შენ უკვე კარგად იცი შესწავლილი გაქვს ეს არჩევნების ამბები რა და პირადობების გაბორთმევები ხო ეგ არის ძალიან ისეთი ახლა მაგალითად ბოლო ფაქტი რაც იყო ვიღაც ხალხს რომ მიუვარდნენ სახში და პირადობების დასართმევად და მე თვითონო თქვენ დაგაბრალესო ვითომ თქვენ ართმევდით ხო პირადობებს იმას ამოწევთ პირადობის ქურდი და ეს ესეთასაც მაგაზე ესეთ სასწაული ისტორია ქონდა რომ ჯერით რომ ზუგდიდში 1000-ობით პირადობის ჩამორთმევაზე იყო საუბარი აქ არისო ასეულობით აი 1000 აი რამდენი ჩამოართვეს და ამიახლოებით აი მარტო შემიძლია გითხრათ ერთი უბნის მაგალითზე სადაც არის 700 ამორჩეველი მან ჩვენი ინფორმაციით რა არჩევნების შემდეგ გავიგეთ ჩვენ ჩამორთმეული იყო 260 პირადობა რას ლაპარაკობ კი ოღონდ ჩვენ მიუხედავად იმისა რომ ეს პირადობები სხვა არჩევნებზეც იყო აი ამ მასშტაბს არ ველოდით ნამდვილად ანუ დიდი მასშტაბია ძალიან დიდი მასშტაბი იყო ეს იყო აი სხვა მეორე ტურს განსაკუთრებით მათ სხვა სქემა არ ჭირდებოდათ რა ეს რა ყიდა ერთი პირადობა მაგალითად ნახეთ როგორ იყო პირადობა იყო ერთი იყო ნუ მოსყიდვა მაგრამ მოსყიდვამ მეორე ტურში ესე ვერ იმუშავა იმიტომ რომ ძალიან ბევრი ყავდათ მოსასყიდე ხა ამათ მომხრე საკუთარი ოჯახის წევრების გაი ისიც არაძლევენ ხშირად ხმას მეტი არავინ არ ყავს ისინი მოსასყიდები არიან კი და შესაბამისად აი ხა ხვდებოდნენ რომ ეს იყო აი მაგალითად ზუგდიდში არჩევნებს ატარებდნენ კანონიერი ქურდები და უბნის კოორდინატორები კი არ ყავდათ ანუ ყავდათ უბნის მაყურებლები რა ეგრე იყო და უბნის მაყურებელს მაგალითად ებარა ერთი ქუჩა ზუგდიდში და მაგაზე იყო რაც უფრო მეტ პირადობას ამოიღებდა ანუ ეს ძირითადად იყო ახლა ტერორი და იძულება. მან მოსყიდვა უკვე ასე ვერ იყო. რახან მე ყველგან დავსდევდი ამათ და რა სადაც შემეძლო და სახშიც უვარდებოდი ბოლოს პირადობას რო გიგდე 100-მდე პირადობა დავარბუნეთ ბოლო არჩევნებამდე 2 დღით ადრე. და ბოლოს დაიწყეს შეკრება სასაფლაოებზე. ესეც საუბარი ქონდათ რომ აქ სასაფლაოებზე ძმაო დამარხული არიან ძველი ზუგდიდელები. ხო მოიდგინეთ და აი ამ ძველი ზუგდიდელების წინაშე ახლა ჩვენ ფიცი უნდა დავდოთ რომ აი აქ პირადობას რომ მოვიტანთ ეს წითლიძესთან არ გაბაზრდება. მართლა ეგრე იყო? და ფიცადებიდები საფლავს. ფიცი იდებოდა ძველი ზუგდიდელების საფლავზე. ეს იყო კი ამას ატარებდა ეს მაყურებელი ვინც იყო ცხაკაია, რომელსაც ჰქონდა ზედმეტსახელი ცესკო. წარმოიდგინეთ ზუგდის მაყურებელი. ცესკო. ცესკოზე ძახიან მარტო. აუ რა მაგარი. ცესკო ატარებდა აი ამას, მოკლედ, რომ აქედან არ გასულიყო ეს პირადობების ამბავი. და ნუ მეორე ამბავი ეხა მაგათთვის უსაფრთხო იყო, იმიტომ რომ ეხა ნუ წითლიძე თუ არა ხარ და გიჟი არ ხარ სასაფლაოზე რა გიტეხ ხა მე-4 საათზე, ხო? ვინ მოვიდა და ვინ მოვა ეხა სასაფლაოზე, მაგრამ ნუ ეხა მე გავიგე რომ ესე ხდება. შენ ყურამდე მოვიდა. მოვიდა ჩემს ყურამდე ეს და წავედი ზუგდიდში ხა დავიარეს სასაფლაოები ყველგან და დამრჩა ერთ სასაფლაო ზუგდიდში შემოსასვლელში არის ჭიტაწყარის სასაფლაო ესე ქვია რა, წინ დასახლებული პუნქტია და ამ ჭიტაწყარის სასაფლაოში არის. ღამით ადიხარ, მარტო. ნუ ღამის 3 საათია კი, მარტო. მანქანა დავაყენე ესე შორს და წამოვიდი ფეხით და ვხედავ როგორც კი უახლოვდები რაღაცა 4-5 ადამიანი დგას მანქანა დგას და ფარები ჩააქრეს ვა და მე დავიძაბე ერთადერთი რაც მოახერხე რომ დაურეკე ემა გოგოხიას ეგრევე რომ სასაფლაოზე ვარ ჭიტაწყარის და სასწრაფოდ მოდი თქო კაიო აიღო კამერა გამოვარდა ეგ მაგრამ მე ჩავრთე ხა კამერა ტელეფონის და უჩქარე. ხედავ რომ როგორც კი აუჩქარე, ამათმე საუჩქარეს და ხელში უჭირავთ თა რაღაცა რა. აი ხედავ რომ ხელში რაღაცა უჭირავ. რაც უფრო მე მეც უჩქარე, ხედავ რომ გარბიან და გავეკიდე.
გავეკიდე და გადახტე. 39 კილო ადამიანი. და მივდივარ ამ ჩართული ტელეფონით და ესენი შევარდნენ ამ სასაფლაოზე და ესე წრეს არტყამი და მე დავსდევ და ერთი 7 წუთი ესე გიჟებივით ვირბინეთ და ეხლა ვგრძნობ რომ მარტო მე კი არ მივსდევ, მეც მომსდევს ვიღაცა რა. მოიხედა ემა მომსდევს კამერი და ემას მომსდევს. კიდე პატრული, იმიტომ რომ ახლა ნახა, ეხლა პატრონთან დავრბივართ, ეხლა ისინი მიბივარ, მე მივსდევ, მე ემა მომსდევს, ემას პატრული მომსდევს და აი ესე ვირბინეთ მთელი 20 წუთი მოკლედ და ყვირი ვარო, აი თქვენ სამშობლოს გამყიდველებო თქვენ თქო რა. თქვენ ეს არჩევნები მაინც გაქვთ წაგებული თქო და ეს როგორც თქვი, გაჩერდა 4-ვე. და ნელ-ნელა დაიწყე ჩვენსკენ წამოსვლა და ხმე მოვემზადე რომ ესე აქედან ცოცხალს არ გამიშვებენ თავში რაღაცა ჩამარხავენ და უცებ მესმის ხმა. ანი წითლიძე ხართ-ო? კი მეთქი ვეუბნებით. ნიკო შავარ შემოგია თქვენი მომხრევარ ჩემი შეყვარებული ცხოვრობს აქ დაბადების დღე ქონდა და სიურპრიზის მოწყობთ. ორტი მიჭირავს. რატო გარბოდე მე? რატო გარბოდით მეთქი კაცო მაშინ თქო და მამი დაყავს ანჩხლი და არ მომწონდა. მე ეგ მომიზნდა. მაგიტო გარბოდით და მე პატრონს ვეკითხებიო, ჩვენ კაი, მაგრამ თქვენ რატო გარბოდით? ჩვენ ყველა და პატრონი მეუბნება რომ მე თქვენ კი არ მოგდევდითო. ემა რო დარბოდა გოგოხიანი გამერი. ხდებოდი რომ მანდ რაღაცა კარგი არ ხდებოდა. მე უბრალოდ ემას დავსდევდი და ეს მთელი 20 წუთი. ესე ვირბინეთ. მე ის ცხენოდა რომ მთელი 2 დღე მაგუბაში არ შევსვას. მე მოდი ეს ბოლოსკენ მაინც პროგნოზები მითხარი სამომავლო, რას ფიქრობ? იმიტომ რომ აი ველოდებით ახლა რაღაცა ოპოზიციის, რაღაცა ერთობლივ გადაწყვეტილებას, რაღაც საინტერესო როგორ გაგრძელდება ეს რა პროტესტო, ის მოძრაობა და შენ ახლა მიშასთან როდის იყავი ბოლოს? იქ გეტყოდა რაღაცებს ახლა შენ. ხო. იმიტომ ის ხო იცი ცოტა წინ იხედება ხშირად და იცი ზუსტად არ ტყავს ხოლმე. კი. სხვათა შორის ძალიან ნიშანდობლივი რაც მითხრა, რო ვნახე, მაშინ მითხრა რომ ჩვენ არჩევნებისთვის უნდა ვიბრძოლოთ და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გზა, მაგრამ ესენი არჩევნებით არ წავლენობით. ხო, ანუ ესენი დაიწერენ და ეხლა მე ცოტა ვიფიქრე რომ ყველა დარბიხარო, ხო? არ დავბივარ რაღაც. რას ვაკლავ თავს ამ ყველაფერს თქო რომ და მითხრა რომ არა, მითხრა თავარი ბრძოლა გავა ქუჩაში და ეს იქნება რა თქმა უნდა მშვიდობიანი, მაგრამ ეს მხოლოდ მოიგებს ქართველი ხალხი, ამ ბრძოლას მოიგებს მხოლოდ ქუჩაში. აი ეს იყო ძალიან მკაფიოდ რაც მითხრა. სხვათა შორის რაც იწინასწარმეტყველა ასევე მაშინ ცოტა ის რა ქვია, ცოტა ვერ მივხვდი რა მითხრა და მითხრა რომ აი სამეგრელოში მაგალითად მე მაქვსო შეგრძებაო რომ რომელიღაც რაიონში აი უბრალოდ ოპოზიცია გაიმარჯვებს. მოუთხარი რომ რატო იძახით თქო, ანუ ამას ახლა ზუგდიდში ისეთი ომი მაქვს, მოუთხარი ახლა რა უნდა დათმო, მოუთხარი შეგვიწერეს ლამის თქო რა. მითხრა რომ აი მე ესეთი შეგრძნება მრჩება, ამაში ვარ ხმა დაწუნებული რომ აი სამეგრელოში რაღაცა რომელიღაც რაიონს კი, აი დათმობენო ესე მითხრა, ისა რა ქვია, პირდაპირ და რომ გამოვედი მიშასაც მე ძალიან შეჩეული ვარ რომ მიშას უთქვამს და თვეების და წლების შემდეგ მივხვდარ ვარ მე რა თქვა და რომ სწორი იყო. ხა მიშა არის იმ ხელა მასშტაბის ადამიანი რომ ეს წინასწარი პროგნოზი მაგას ახასიათებს. მაგრამ ჩემთვისაც იმდენად მოულოდნელი იყო რომ აკოს უთხარი რომ მითხარი აკო რომ რაღაცა უცნაური რაღაცა მითხრა თქო რა და მე დავივიწყეთ რა ორივე. აი ხა ეს არჩევნების ღამე რო იყო და წალენჯი ხა მოვიგე. მიხა მოვიგე თომნები და ხა გამახსენდა ეგრევე რა ეს მიშას ეს სიტყვები და ურეკავ აკოს და ვეუბნები რომ ლელა კაკურთი სტრადამუსია საიდან გამაგებინე რანაირად იცოდა აი როგორ იცოდა მაგრამ ნუ აი ეს იყო რაც მითხრა დაასასწაული ამბავი მართლა იმე როგორ შეიძლება ივარაუდო ეხლა რომ სამეგრელოს შეიძლება ერთი რაიონი მოიგო როცა გათვლა გაქვთ იმაზე რომ სიტყვაზე ქუთაისიც უნდა მოიგო ბათუმის უნდა მოიგო, ზუგდიდის უნდა მოიგო, იმიტომ რომ პირველ ტურებში მოგებული გაქვს რა რეალურად, მაგრამ აღმოჩნდა რომ ის გეუნება რომ იცი რა არის, ვერცეც ვერ მოიგებთ. სამეგრელოს შეიძლება ერთი ქალაქი დათმოს. თუ ამოდის ხვევი რომ წალენჯი ხაში იგებს. რა უცნაური. იმდენად უცნაური იყო რომ გამოვედი, ცოტა ხანი ვეღარ დავიჭერა, აი როგორ ვერ იყო აანალიზე რომ ცოტა ხანი ვერ მე. ხა იქვეც უთხარი რომ აი რანაირად ქონდა, ცოტა ხანი ვერ მივხვდი აი რა მითხრა. მაგრამ ეს კაფიოთ მითხრა რომ ეს არ არის ამ არჩევნებით გამორიცხული, ამ არჩევნით კი არის კაცი არ წავა არჩევნებით, დაიწერს იმას რაც უნდა. ანუ მაგრამ ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ თითოეული ხმისთვის და მე ვუთხარი აბა რატომ წვალობ ამ დეს სამბატში არა უნდა გავიაროთ არჩევნების გზა
არჩევნების შემდეგ იქნება მთავარი და ეს არის ქუჩაში ბრძოლა, სადაც ქართულმა ხალხმა უნდა მოიპოვოს თავისუფლება. ის ზუსტად ეს სიტყვები მითხრა და მითხრა ის სამეგრელოზე რაც მითხრა. ანუ ეხლა აპირებ კიდე შესვლას. ეხლა ვაპირებ, რომ კი, შევიდე და ვნახო. ხო და რო შეხვალ მე კიდე მოდი გადაცემაში რომ გავიაროთ რა. რომელიც წინასწარ მეტყოლობა ითხრა რომ მე ჩვენც ცოტა გაურკვეველ მდგომარეობაში ვართ. აი პროგნოზებს ვერ ვაკეთებ. სხვათა შორის ყველა მისი წინასწარმეტყველება, რაც მე მაგასთან გამოცდილება მაქვს, განსაკუთრებით 2012 წლის შემდეგ, მიშას ყველა წინასწარმეტყველება, როგორც სკეპტიკურადაც არ უნდა. მე მახსოვს ყირიმზე რო თქვა და ყირიმი დაახლოებით 1 წელიწად ნახევრის შემდეგ რომ პირდაპირ შევიდა და გადაღობა რუსეთმა. ანუ ესაც წინასწარმეტყველებად ჩავთვალოთ ალბათ. ჯერ კიდევ 2013 შევიდა, როცა პრეზიდენტი იყო და მაშინ ამბობდა, რომ ესენი არ წავლენ არჩევნებით და ეს ყველა ის მოვლენა ეხლა რაც ხდება 2013-ში როდესაც იყო პრეზიდენტი, ყველაფერია წინასწარ ქონდა ნათქვამი, რომ აი ეს ესე იქნება, ესე იქნება და მე მაშინ აი ვაღიარებ, მეგონა და მithქვამს კიდეც მისთვის, რომ აი მე მგონია რომ ცოტას აბუქებთ, თქო რა, ეხა არ გვინდა გადავირჩევთ რა, ეხა ავირჩევ, მე ეგეთი მქონდა. არ მინდა და ავდგები და გადავირჩევ ეხა. აბა მიდი და გადაირჩიე ეხა რა, აი. იცი რა, შუა სისტემით ლაპარაკობ, შუა სისტემა იცი რა, არ მომეწონება და გადავირჩევ. მეც უნდა ვაღიარებ, რომ მაგარია. მithქვამს, რომ იცი რა, არის ავირჩევ ამ ხელისუფლებას, არ მომეწონება და გადავირჩევ, არ არის პრობლემა. აბა მიდი და გადაირჩიე. დაუბერდით. დაუბერდით ხალხი რა. ძალიან კარგი იყო შენთან საუბარი. ანა ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედი. ჩვენი სტუმარი იყო ანა წითლიძე, დიდი მადლობა.